სერიალს არ მოგიდგენთ აჯარაბეთქომი. გახმოვანებულია აჯარა ნეთქომის მიერ. სელინ, შვიდად. არ გაბედო ყვირილი. არც იფიქრო. განა შენ ციხეში არის ჯექი? როდის გამოხვედი? არ მელოდი არა? შენს გეგმებში ჩემთან აქ შეხვედრა არ შედიოდა. რაზე ლაპარაკობ არ მისმის. ეს ხომ შენ გააკეთე. ჯანაც ხაფანგი შენ დაუგე. მე რები მე დამაბრალე. საიდან მოიტანე? რატომ უნდა მექნა ეს? იმიტომ რომ ურჩხული ხარ. შურიანი და დაუნდობელი ურჩხული. შენ ჯანის ცხოვრება დაუნგრიე. ასევე მეც. ყველაფერი უნდა აღიარო. პოლიციაში წავალთ და ყველაფერს მოუყვები. არც იოცნება. ხელი გამიშვი. გამიშვი. მომისმინე. ან იმას გააკეთებ, რასაც მე გეტყვი, ან რა? რასიზამ. მომკლავ. გეყოფა გამბედაობა. რასაშინელი ადამიანი ხარ. გული მერევა შენზე. შენ მეტი ვერავის ვერაფერს დაუშავებ. ამის მერე დამაპატიმრეს. წინასწარ პატიმრობაში 3 თვე გავატარე. მერე მამამ კარგი ადვოკატი იშოვა. მან მოახერხა რომ გამოვეშვი. და ასე გავთავისუფლდი. თუმცა სასამართლო გაგრძელდა. რაღაც უნდა მომემოქმედა სანამ ვერდიქტს გამომიტანდნენ. ეჭვია ჩელიაზე მქონდა. დარწმუნებული ვიყავი რომ ამ საქმეში გარეული იყო. იმიტომ მოვედი სალაპარაკოდ. მინდოდა ჩემთვის ბრალდება მოეხსნათ და ციხეში არ წავსულიყავი. ამიტომ წავედი მასთან სალაპარაკოდ. ცუდი განზრახვა არ მქონდა. მინდოდა დამორწმუნებინა და სიმართლე ეღიარებინა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ანუ შენ მოკალის? არა. მინდოდა მომეკლა და კინაღავ შემომოკდა კიდეც. მაგრამ ვერ შევძელი. შენ ამადე არ ღერ ხარ. შენს გამო მკვლელი ვერ გავხდები. ნამდვილი სასჯელი ხარ ჩვენთვის.
გეფიცები ყველაფერი ასე იყო, როგორც გითხარი. აჩელიასთვის არაფერი დამიშავებია. იმ საღამოს უვლებაზე ამის მოყოლა მინდოდა შენთვის. რომ ეს შენგან გაგიგო. მაგრამ არ გამოვიდა. თუმცა თუ არ დამიჯერებ, მაგასაც გაგიგებ. რადგან მტკიცებულებები არ მაქვს. მე მჯერა შენი. ასე რომ დაგეგმო ყველაფერი, მაშინ აჩელიასავით ურჩხული უნდა იყო. მე ვიცი, რომ შენ ამაზე წამსვლელი არ ხარ. მე არ ვფიქრობ, რომ ჭრილობა შენ მომაყენე. სხვა შემთხვევაში, საავადმყოფოში არ მიმიყვანდი. ხო, ასე არ მოიქცეოდი მაშინ. ასეთი უმწეო რომ გნახე არც კი მახსოვს. როგორ მიგიყვანე საავადმყოფოში. იქ დაბრუნება არ შემიძლია. ციხეში ვერ დაბრუნდები. უნდა მივიმალო. მაგრამ ეს არც ისე ადვილია. ამიტომ მეატოვე მანქანა. სხვა რა გზა მქონდა. აჩელიას მკვლელობაში და შენს დაშავებაში დამდებდნენ რას. ვიფიქრე რომ თუ ჩემს სიკვდილს დაეჯერებდნენ გადავრჩებოდი ამას. მაგრამ როდემდე უნდა ვიმალებოდი. გასაქცევიც არსად მაქვს. უკან გადადი. რისთვის? გააკეთე, რასაც გეუბნები. სავარძლებს შორის ჩაწექი და ამას გადაგაფარე. არა, ამას არ დავუშვებ, რომ შენ პრობლემა შეგექმნას. უბრალოდ დალაპარაკება მინდოდა, რომ სიმართლე ცოდნოდა. ტოპრაკ ჩაჯექი მანქანაში. არ გაინძრე. მანამდე სანამ მე არ გეტყვე. სად მივდივართ? იქ სადაც დამალვა შეიძლება. ესე იგი მკვლელი ტოპრაკია? ახლა კი მართლა დავიბენე. რა არის აქ დასაბნევი? ნივთ მტკიცება იპოვეს. ისაა. ვინ არის? გისმენ? საღამო მშვიდობისა ძირფასო. ებრუს დედა ვარ. თქვენთან ხომ არ არის? ტელეფონზე არ მპასუხობს. არა, აქ არ არის. სახლში წამოვიდა. არ ვიცი რამდენი ხანია. მაგრამ სახლში წამოვიდა. რამდენი ხანია რაც ებრუს დავშორდით? სადღაც 1 საათი. 15 წუთი იქნება. მალე მოვა. ჩვენი სახლი შორს არის. მან კი მითხრა რომ ახლოშია. იცოდე თუ რამე მოხდა და არ მეუბნები? არა, რა უნდა მომხდარიყო? ალბათ გზად ვინმე შეხვდა. ჩვენც მოვძებნით. ალბათ ზარი არ ესმის. თუ დაუკავშირდებით, მაშინ ვედამირეკოს. კარგი, ვეტყვით. ნახვამდის. ნახვამდის. რა მოხდა? ახლა ებრუ დაიკარგა.
არ პასუხობს ზარს. რამე ხომ არ მოუვიდა? ტოპრაკი ხომ არ შეხვდა? და რამე ხომ არ დაუპირა? სულ ეს არის რაც იპოვე. მეგობრები საერთოდ არ ყავს? არა, სკოლის მეგობრებზე არ გეუბნები. ციხის მეგობრები. ბოლო ნახევარი წელი ციხეში გაატარა. უნდა ყავდეს იქაური მეგობრები. ჩვენ უნდა მოახერხოთ იმ ძაფის პოვნა, რომელიც პოლიციამ ვერ იპოვა. კარგი? ძებნა გააგრძელე. როგორც კი რომ ეს იპოვი დამირეკე, მაშინვე შემატყობინე. მიდი, გელოდები. სასტუმრო საუკეთესო ადგილია დასამალად. ნახევარ საათში ეკიპავი. შენთვის სიურპრიზი მაქვს. არ გაინძრე და ხმა არ ამოიღო. რა ხდება? საღამომშვიდობის. საღამომშვიდობისა. თქვენი საბუთები თუ შეიძლება. რა თქმა უნდა. ინებეთ. ახლავე. ბოდიში შეყოვნებისთვის. უბრალოდ ამ მანქანით ჩემი დედ სარგებლობს და სულ სხვა განდებს ხოლმე. სინათლე ანთეთ. უფრო ადვილად დაინახავთ. არა, სადღაც აქ არის. აი ვიპოვე. გამომართვით. ინებეთ, კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.
ვისგან უნდა გაიგოს ასლიმ მამის ღალატის შესახებ, ჩემგან თუ შენგან? როგორ უფრო იქნება მტკივნეული? Gelmedi mi hala? ისევ არ მოსულა? Yok. არა, açmıyor არ bizi de. პასუხობს. ღმერთო ჩემო, Ben bu saatte კიდევ kim ვის შეიძლება დავურეკო ასეთ დროს? Ah Ebru. Ebru. ah. Geldi geldi. მოვიდა, მადლობა ღმერთს. Şimdi şükür. ო, მოვიდა. Tamam kızım. Tamam sağ ol. კარგი sen de. შვილო. სად იყავი ასე გვიანობამდე? ინაღამ ინფარქტი მივიღე. Telefonuna da bakmıyorsun. დედა Çok ისედაც yoruldum ben de. დაღლილი ვარ, დაკითხოს ნუ მიწყობ. Ay. Ay vallahi ძალიან გამომივიდა. სულ ერთი წუთი ვინერვიულე და მთელს სახეზე დამაყარა. სულ ებრუს ბრალია. Saçmalama Hande ya. ჰანდე, ნუ ლაპარაკობს ისულელებს. მთელი კვირა სულ რაღაც გვემართება. დღემდე მთელი ტანი გამონაყარით უნდა გქონდეს სავსე. Hayır. Bize არა, მაინც რატომ მოგვატყუა? Yalan söylediğin საიდან yerden მოიტანე რომ მოგვატყუა? იქნებ გზად სადმე შეიარა. sakın bunun gizli. ფარული რომანი ხომ არ აქვს? Sevgilisi olsa რატომ niye უნდა bizden დაგვიმალოს? Belki mecbur. იქნებ ასეა საჭირო, Gizli yaşaması gerekiyor. რომ მისი რომანი ფარული დარჩეს. Sana bir şey mi dokundu? acaba? თავი კედელს ხომ არ მიარტყე? Kafan çılgın bir hızla საიდან çalışmaya მოგდის ასეთი başladı. აზრები? Hayal gücün tavan yaptı resmen. Ya adam იქნებ evliyse, ცოლიანია. ya ან da მასწავლებელი. okuldan bir hoca. მწვრთნელი ან რამე ასეთი. Bunların რა takım არ falan. შეიძლება? Olamaz mı? Bence bu çok mantıklı. ფიქრობ სრულიად ლოგიკურია. Hoca ya da ეს თუ hocasıyla მასწავლებელია, falan ნამდვილად bize ვერ de გვეტყვის. söyleyemez tabii. Ne olur ne იმიტომ olmaz. რომ ათასნაირი Okul ჭორები hocası წავა. falan. Yok artık. არა, daha რა neler. სამბობ? Vallahi böyle şeyler ასეთ hiç belli რამეებს olmaz. წინასწარ ვერ განჭვრეთ. ვისგან არის? ისე ვისაა? Yok yok არა. babam. მამა ჩემია. ცოტა გვიანია, მაგრამ შეგვიძლია რომ შევხვდეთ. თუ გზალია. Olur. კარგი, მალე Gidelim მოვა. birazdan. Merak etmişler. ჩემები ნერვიულობენ. Ben artık gideyim. უნდა yani. წავიდე. Ya otursaydın ცოტა ხანი biraz გვეჭორავა. არა, უკვე გვიანია. კარგი, აბა. ებრუ. Ne oldu kızım? მოხდა რამე შვილო? Biri bir şey mi ვინმე dedi? რამე გითხრა? Kötülük mü რამე etti ხომ არ yavrum? დაგიშავა? Anne, არა, kimse bir şey დედი. yapmadı. Ne diyor? აბა რატომ Sana? ტირი? Bir sebep yok. ისეთი არაფერი, უბრალოდ დამიგროვდა. O kıza mı üzülüyorsun? ისევ იმ hala? გოგოზე ნერვიულობ? აჩელიაზე. Hayır, üzülmüyorum. არა, მასზე უკვე აღარ ნერვიულობ და აღარც ვინერვიულებ. Üzülme. არ უნდა ინერვიულო? Üzülme tabii. აბა რა? Ben sana diyorum. გეუბნები თვითონ არის Kendi ყველაფერში buldun. დამნაშავე. Ama sen kendine dikkat ქავარია et. შენ değil mi? იყო ფრთხილად. Böyle geç saatlere kadar გვიანობამდე kalmamışlar. არის ეირნო. Hırlısı olur, hırsızı ფრთხილად olur. უნდა იყო შვილო. შემოდი. Işıkları açmayalım, შუქს evde ნუავანთებთ, რომ არ მიხვდნენ, რომ სახლში ვართ. საკმაოდ გამოცდილი ხარ იმის გვალობაზე, ვინც პირველად მალავს ზებნელს. ბევრი ფილმი მაქვს ნანახი. კარგად ხარ? კარგად ვარ, კარგად. ტელეფონის ფარანი ავანთოთ. სანთელი. Bizimkiler 40 yılda bir მშობლები იშვიათად მოდიან აქ. Annemle babamın დედა და მამა ძალიან დაკავებულები არიან. Ablam da pek sevmez. ჩემს დასაც მაინც და მაინც არ უყვარს აქაურობა. Kimse gelmez yani. არავინ არ მოვა.
ვალდებული არ ხარ რომ მე დამეხმარო. ო, არ ვარ ვალდებული. მაგრამ ამის სურვილი მაქვს. ცოტა ხნით აქ იქნები. უარს არ მივიღებ. შევთანხმდით? კარგი. ოღონდ მხოლოდ ცოტა ხნით. მეც არ მithქვამს ცხოვრების ბოლომდე მეთქი. თანაც იქნებ ნამდვილი მკვლელი იპოვონ. აღარ მოგიწევს ზებნაში ყოფნა და დამალვა. პოლიცია ფიქრობს რომ მკვლელი მე ვარ. სხვა რატომ უნდა ეძებონ? მართალია. მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა ეძებოს. გაიგე ტოპრაკზე. ჩვენი ეჭვი გამართლდა. აჩელია მან მოკლა. რამეზე ნერვიულობ? არა. უბრალოდ ყურადღება გამეფანტა. შეხვედრა რატომ თხოვე? მოხდა რამე? იმიტომ რომ მიზეზია საჭირო შესახვედრად. არ შეიძლება უბრალოდ შენი ნახვა მომინდეს. ამას რა მიზეზი უნდა? შეიძლება, რა თქმა უნდა. უბრალოდ შემეშინდა რომ ისევ იმაზე დაიწყებდი ლაპარაკს, რომ ერთმანეთისგან შორს უნდა ვიღოთ. შენ ხომ სულ ასე იქცევი, მიდიხარ და ბრუნდები. გამომდის წასვლა და დაბრუნება. არ დაიწყო. თქო. ჩვენ არ ვიცით რა არის ჩვენთვის უკეთესი. თუ რამე არასწორად გვეჩვენება, ეს არ ნიშნავს, რომ ასეც არის. თავარი ის კი არ არის თუ როგორ ჩანს ეს ყველაფერი. არამედ ის რას გრძნობთ. მითხარი, რას გრძნობ ჩემდამი? მითხარი. არ იცი რასაც ვგრძნობ. ვერ ხვდები? როგორ დავიჯერო? შეიძლება ხვდები კიდეც, მაგრამ შენგან მინდა გავიგო. მე შენ ძალიან მიყვარდები. და ეს მაშინებს. მე არ მეშინია. სერიალს არ მოგიდგენთ აჯერებითკომი. გახმოვანებულია აჯარა ნეტკომის მიერ. ამ საღამოს ორწყობილები ვჭამოთ. ყოველ ნორმალურ საჭმელს მოვიდან. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას და ყველაზე გემრიელ საჭმელს შორის. ამაზე არის დარდო. რაღაცნაირად ჩაიხუთა, არა? ფანჯრებს გავაღებდი, მაგრამ ეს ყველაზე კომფორტული ადგილია, რაც კი წარმომედგინა ჩემს მდგომარეობაში. როცა სხვა ვარიანტებზე ვფიქრობ,
იმედს ნუ დაკარგავ. Dediğim gibi. მომგითხარი მოვძებნი მეთქი. ვეცდები რამე ძაფი ვიპოვო. Bulmaya çalışırım. სელენ, Olmaz dedi. მე გიგითხარი არა მეთქი. Bak başına yeterince შენ bela ისედაც açtın. პრობლემები გაქვს ჩემს გამო. რა უნდა Ne გააკეთო? yapacaksın ki? პოლიცია თუ ვერ პოულობს ნამდვილ მკვლელს შენ იპოვი? Annem. დედა. სელინ, ამდენი ხანი ქუჩაში რატომ ხარ? Dışarıdasın. Daha yeni çıktın სულ ახლა ხან წამოდექი ფეხზე. Anneciğim. Dede, har var koçaşı. Dışarıda değilim Aslistan ben. var. Şeydeyim. წინააღმდეგი ხომ არ იქნები აქ რომ დავრჩე. Bugün burada kalsam sorun რა olur mu? სიტყვი დედა? Ama daha doğru კი, მაგრამ ჯერ ბოლომდე არც კი გამოჯამრთელებულ ხარ. Polat. ფოლად, Aslı var ya. გახსოვს მისი მეგობარი ასლი? კითხულობს დარჩენა თუ შეიძლებაა. დარჩეს. ცოტას დაისვენებს. როცა ვიცით სად არის პრობლემა არ არის. Tamam. კარგი, Dışarı falan ოღონდ çıkmayın გარეთ ama არ გახვიდეთ. Aslı'nın annesiyle babası ასლის evde. მშობლები სახლში არიან? კი, სახლში არიან. Tamam ne yapalım? რაღა უნდა Zaten გააკეთოთ geç ასე oldu გვიან. artık. დარჩი მანდ. ო, მართლა სელი. Haberleri izlediniz ახალ mi? ამბებს თუ უყურეთ? იმ ბიჭის სახლში სამხილი იპოვეს. ხო, Evet duydum. ვუყურეთ. ხომ გეუბნებოდი დამნაშავეა მეთქი? კარგი, ხო, მას უკვე პოლიცია ეძებს, მალე დაიჭერენ. Tamam. კარგი, Tamam görüşürüz. ნახვამდის დედა. Tamam babacığım. კარგი, მამა. Yok dışarıda არა, değilim გარეთ ben. არ ვარ. Arkadaşımlayım. მეგობართან ვარ. Hı hı. ხო, ხო, Selinler'de. სელინთან. Çıkarım. მალე biraz. წამოვალ. Tamam merak კარგი, etme. ნუ geç ნერვიულობ, არ დამაგვიანდება. kalma. Görüşürüz. ნახვამდის. Gideyim ben artık. ჩემი წასვლის დროა. Tamam. კარგი. Babamların მშობლები როგორ არიან? İyi. კარგად? Normal yani. ანუ ჩვეულებრივად. evde her şey. სახლში ხომ მშვიდობაა? Evet. ხო, Niye ki? რატომ მეკითხები? Siz თქვენ mutlu bir ბედნიერი ailesiniz. ოჯახი გაქვთ, არა? Değil mi? Genelde öyle. ნუ როგორც ყველა. Herkes kadar. რატომ მეკითხები? Niye soruyorsun bunları? Hiç. ისე. Ben mutlu მე bir არ ailem ვიცი რა არის ბედნიერი ოჯახი. ამიტომ O გითხე. yüzden merak ettim. მაინტერესებდა. Nasıldı ki? და შენი როგორია? Hiç bahsetmedin. შენს ოჯახზე არასდროს მოგიყოლია. მოსაყოლიც არაფერია. Annemler ჩემი falan მშობლები თუ varsa დაგირეკავენ, bu akşam იცოდე ამ ღამეს შენთან sakın ვარ. bozma. არ შეგიშალოს. Allah Allah. უცნაურია. Tamam. კარგი? Neredesin? სად ხარ? Şey mi oldu? მოხდა რამე? Bir sorun mu? რამე პრობლემაა? Yok. არა, Yok da. İyi, კარგად ვარ. sadece dediğim უბრალოდ gibi. გააკეთე Sonra ის, რაც konuşuruz. გითხარი. Senin ailesi. სელინმა მშობლებს უთხრა, რომ ჩემთან რჩება. Sevgilisinde ესე იგი თავის შეყვარებულთან ერთად არის. Sevgilisi კი, yok მაგრამ ki. არ ყავს შეყვარებული. და შენ რა იცი? Biz ჩვენ birbirimizin ყველაფერს her şeyini აუბნებით ერთმანეთს. her şey. ყველაფერს? Ben anlatmadım. ჩვენზე hiçbir არავისთვის şey. მიდგომს. Bizimle ilgili. Tamam işte. სელენსაც ხომ შეუძლია რომ არ გითხრას. Belki onun იქნებ arkadaşlarına მასაც ყავს söylemek შეყვარებული istemediğim ვის ძეც არ სურს ლაპარაკი. sevgili. Ne რა biliyorsun? იცი? Yani ანუ, biz öyle mi? ჩვენც ასე ვართ, Sevgi. შეყვარებულები?
ასე დროს ვინ უნდა იყოს? არ ვიცი. იქნებ ქურდი. Ya da ne bileyim. ან ვინმე მთვრალ შეეშალა. Sarhoş Ar bile vitsi. eli karıştırmıştır. გაჩერდი. იქნებ პოლიცია. არ უნდა დაგინახო. ეს რა არის? Kim olabilir? ვინ შეიძლება იყოს? Hiçbir fikrim yok. ვარაუდები არ გაქვთ? Keşke olsa. ნეტა. Niye polis? პოლიციაში რატომ არ მიდიხართ? Gidemeyiz. არ შეგვიძლია. რატომ? შანტაჟს გიწყობთ? Yani რამე იცით თქვენზე? Bize zarar verebilir. შეიძლება რამე დაგვიშავოს. Hepimizin hayatlarını ყველაფერი çok iyi იცის, biliyor. რასაც ვაკეთებთ. Ailemizi, sevdiklerimizi. მთელი ჩვენი ოჯახი. Ne და yapacağız? რა საბირე? ასე უნდა ეთამაშოთ? Hayır tabii. არა, რა Kim თქმა olduğunu უნდა. bulacağız. გავიგებთ ვინც არის. Açelya'nın katilini bulmayı იმიტომაც da bu გვინდა yüzden რომ bu kadar აჩელიას çok მკვლელი ვიპოვოთ. istiyorum. Belki de ikisi aynı იქნებ kişi. ერთი და იგივე ადამიანია. Böylelikle iki ორ dertten პრობლემას birden მოვიშორებთ. Senin de და adın თან შენს temizlenmiş. გეშველება. Bunu tek başına ამას yapamayız. მარტო ჩვენ ვერ ვიზამთ. Çok tehlikeli. ძალიან სახიფათოა. Başka yolu yok. სხვა გამოსავალი არ Sen გვაქვს. yap demiyorum zaten. შენც არ გთხოვ ამის Ben bir გაკეთებას. şekilde მე araştıracağım. თვითონ ვიპოვი. Sadece bir çıkış ერთი რამის noktasına ცოდნა ihtiyacım მჭირდება. var. Açelya'nın თუ o gece საწავიდა და senden რას ayrıldıktan აკეთებდა sonra აჩელია ne შენთან yaptığını შეხვედრის მერე. öğrenmenin bir yolu olmalı. Biriyle buluşacak. ვიღაცას უნდა შეხვედროდა. Nereden biliyorsun? საიდან იცი? Biriyle buluşacak. სასტუმროში მიდიოდა ვიღაცასთან შესახვედრად. Burada mısın Ano yani akar? şimdi? Hadi ya. კარგი. Hangi otel? რომელი სასტუმრო? Ha tamam ო, biliyorum. ვიცი. Yakınım ახლოში zaten. ვარ, Hemen gelemem. მაგრამ aşkım. ახლავე ვერ მოვალ. Bir işim var. რაღაც საქმე მაქვს. Bilmem. არ ვიცი. İşim bitince მოვალ, geleceğim. როცა მორჩები. Söz. პირდები. Görüşürüz. ნახვამდის. Hoş geldin. გამარჯობა. Ne haber? როგორ ხარ? Sen hapiste განაციხეში არ değilmişsin ya. იყავი? როდის Ne გამოხვედი? ara çıktın? Beklemiyordum. არ მელოდი არა? Planlarını შენს arasında beni გეგმებში burada შენთან görmek აქ შეხვედრა შედიოდა. Hangi otel არ bilmiyorum. ვიცი რომელი სასტუმროა, Ama buralar. მაგრამ სადღაც აქ უნდა იყოს. Yakındayım dediğine göre. აჩელიამ უთხრა რომ ახლოში იყო. Herhalde ben ჩემს gittikten მერე sonra ის o da იქ oraya წავიდა. gitti. Demek ki o gece ესე იგი ვიღაც უცნობ ბიჭთან წავიდა პაემანზე. აჩელია ბოლოს მან ნახა. Belki de იქნებ ის არის. Açelya'nın აჩელიას მკვლელი. Buralarda აქ birkaç რამდენიმე tane otel var სასტუმროა. sadece. Hepsine ყველა bakmak უნდა lazım. ვნახოთ. Çanta. ჩანთა. Ben bir şeyler დაუბრუნდები როგორც კი რამეს გავიგებ. კარგი, მე შენთან ერთად წამოვალ. Saçmalama. მოსულელობ. Seni saklamam ძებნაში lazım. ხარ. Tamam. კარგი, Dikkat et o zaman. ფრთხილად იყავი. კარგი. Sen de dikkat შენც. et.
Günaydın. დილა მშვიდობისა. სასწავლებელში? არა. Sabah დღეს დილით dersim yok. ლექციები არ მაქვს, სამუშაოზე მივდივარ. Ne რა var გჭირს? senin? არაფერი. Nasıl როგორ hiç? არაფერი? Suratına სახე göster ჩამოგტირის. anne. Çok mu ვალები acınız var? დაგვიგროვდა? Yani ისე რა. kapanmayacak bir şey değil. Ama var tabii. არა უშავს. Artık asgari რამეს ücretle bir მოვახერხებთ. şeyler yapacağım. Yettiği kadar. Babamdan მამას რომ ვთხოვოთ? Onun da çok მას umurunda. ჩვენთვის არ ცხელა. Kaç ay oldu ya? რამდენი თვე გავიდა? Gelecek bal gibi. ისე მომცემს, როგორც Ne yapayım დაგიბარებია. anneciğim? როგორ მოვიქცე, ჰანდე? სასამართლოში ვუჩვილო, რომ ალიმენტები გვიხადოს? ცერცხვილია. Avans istedi ქალბატონი benden. ილგინს, რომ ავანსად გამოვართვა? Yani öyle çok fazla ბევრს ვერ tutamam ავიღებ, ama მაგრამ რაღაც ხოლს ხომ bir დაფარავს. ışığı bile kapasak. რაღაც გამოვა. ჯერ ახლა დაიწყე მუშაობა. რომ გითხრას რა ავანსიო? ვინც ითხოვს იმას? Neydi öyle? როგორ არის ეგანდაზა? Aman neyse. შენ ხომ sen მიხდი? anladın işte. Oh. Asma suratını. გულს ნუ გაიტეხ სულთანო, რაღაცას ვიზამთ. Halledeceğiz el birliğiyle. Girl power. რამეს ვიზამთ? Hadi ben kaçtım. კარგი, აბა გავიქეცი. ბატონო ერენ, ერთი წუთით. Buyurun hocam. გისმენთ მასწავლებელო. გუშინ საღამოს გაუგებრობა მოხდა. Bir açıklama არა, ახსნა არ ღირს, მე ეს არ მეხება. ilgilendirmez. ეს ხომ თქვენი პირადი საქმეა. Gerek მინდოდა დარწმუნებულიყავი, რომ ეს ჩვენ შორის დარჩებოდა. olmak istedim. სასწავლებელში ჭორები სწრაფად ვრცელდება, ეს ხომ იცით? ისინი შეიძლება ჩემს ცოლ-შვილამდეც მივიდეს. istemem. მე კი არ მინდა, რომ მათ გულევად გინო. Dediğim gibi. როგორც გითხარით, არ ინერვიულოთ, ეს ჩემი საქმე არ არის. მადლობა. İyi günler. დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა. Avukat Vildan. მე ადვოკატ ვილდან გულჩუს თანაშემწევარ. ერთ საქმეს ვიძიებთ. თქვენთან რამდენიმე კითხვა მაქვს. დაგეხმარებით. Geçen sene. მაინტერესებს იმის გაგება შარშან 1 სექტემბერს თუ იყო თქვენ სასტუმროში გაჩერებული აჩელია ადემუღლო. ნაპატიეთ, მაგრამ ამ სახის ინფორმაციას ვერ მოგცემთ. Yani იქნებ bilgisayar კომპიუტერის ჩანაწერებში გენახათ. İnanın hiç დამიჯერეთ, დრო საერთოდ არ მაქვს. yol geldim. გრძელი გზა გამოვიარე. ნახო, რა თქმა უნდა, იულია, მაგრამ ამისთვის მოგხვდება. გასაგებად გიხსნით, გოგონი. ტყუილ უბრალოდ სულაც არ მინდა თავი ავიდგიო. სახელი გაიმეორე. აჩელია ადემუღლო. ჩვენს ჩანაწერებში ასეთი სახელი არ არის. Tatlı balık ჩემი var. კარგი თევზუკები. Amanda doğmuş ღორმოცალა tavuklar. თევზუკები. Günaydın Ilgın. დილა მშვიდობისა, ქალბატონო ილგან. Kahveniz hemen ახლავე ყავას მოგიდუღებთ. istemez. არ მინდა.
შენ გუშინ კი ნაღამ მომკალი. Ben mi? მე? Ama nasıl olur? რანაირად? Burada bile değil. გუშინ აქ არ ყოფილვარ. Siz beni diğer sekreterinize ალბათ სხვათან bırakın. შემწაში აგერიეთ. Biri ვიღაცამ ჩემს საქაღალდეებში იძრომიალა. iki dosya ორი ფაილი თავის ადგილას არიდო. გეგონა ვერ გავიგებდი? შენ გეგონა რომ მე ვერ გავიგებდი? söyle. აბა თქვი, ჩქარა თქვი. როგორ გახსენი სეიფის საბუთებით? გასაღები მოიპარე? Ne çalması ılgını? რას ქვია მოვიპარე ქალბატონო ილგან? მე თქვენი სეიფი არ გამიღია. საიდან მოიტანეთ? ანერვიულდი? მატყუარა ადამიანის ტიპიური საქციელია. მაგიკანკალებს. გუგები გაგიფართოვდა. ხელები გაგიოფლიანდა. სასწრაფოდ დაახვია აქედან. ჩემს ოფისში შენეირების ადგილი არ არის. კი, მაგრამ საუბარი დამთავრებულია, აქ აღარ დამენახო. განთავისუფლებული ხარ. გასაღები ჩემს მაგიდაზე დატოვე. მე რა თქმა უნდა შევცვლი კლიტეებს, მაგრამ მაინც დატოვე. მე პატარა მატყუარა ქურდ ბაცაცა. Ebru? დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. სად იყავი გუშინ საღამოს გვანერვიულე? არსად. ცოტა გავისეირნე. ჩვენი პოლიციელი ისევ აქ არის. ჩვენსკენ მოდის? აბა მე რა ვიცი. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. შეიძლება დავჯდე. ასლის ვიცნობ, შენ კი მე მგონი არა. მე გიუენი მქვია. მე ებრო. ძალიან სასიამოვნოა. რა გენით? დააბრუნეთ მასწავლებელი. რომელი მასწავლებელი? აი რომ გაუშვეს. თქვენ რომ ხელმოწერებს აგროვებდით მის დასაბრუნებლად. არა, არ გამოგვივიდა. ხელმოწერებით რომ ყველაფრის მოგვარება შეიძლებოდეს. ო, ეგრეა. დილით სასწავლებელში დიდი აჟიოტაჟი იყო. რატომ? რა მოხდა? არ გაგიგიათ? გუშინ ხომ გამოფენა იყო. ერთ-ერთმა მასწავლებელმა გარდაცვლილი გოგონას პორტრეტი დახატა. ვიღაცამ კი დახია. რანაირად? აჩელიას პორტრეტი? ფიქრობ ვიღაც ძალიან აწყენია მასზე. დილით არაფერი იცოდნენ. გარაჯებს უთხრეს რომ ვიდეო ჩანაწერები ენახათ. მერე ვინ არის? ნახეს ვინმე? ბნელოდა, ამიტომ კარგად ვერ გაარჩიეს. დედას ალბათ ძალიან ეწყინა. ეს პორტრეტი მისთვის მნიშვნელოვანი იყო. მარტო ხარ ლამაზო. ინაღამ ჩანთა ჩაგარტყე თავში, იდიოტო. უმრობაზე აცრელი ხარ? კარგი რა ბარიშ დამანებე თავი. სულ არ ვარ ახლა შენს ხასიათზე. მშვიდობა? არ არის მშვიდობა. ფული მჭირდება. ისევ რამის ყიდვა გინდა? მარტო ეს მაქვს საფიქრალი არა? აი თურმე როგორი ვარ. დედა ჩემი ყელამდევალებში ჩაეფლო და მე 1-2 კაპიკის საშოვნელად ვიღაც ნაგიჯერთან დავიწყე მუშაობა.
დღეს დილით სულელური იმედი მქონდა, რომ ავანს ვთხოვდი. იმ დარტყმულმა კი საერთოდ გამომაგდო. კარგი ძვირფასო, ასე ნუინერვიულებ. მე რა ვიცი. რამდენი გჭირდება? 1000 Ya da 1500 ან 1500. ya da ne kadar რამდენსაც olursa ვიშოვი? 800. რა 800? 800 ღირ ხარ. რა? რა 800? რას ამბობ გარყვნილო? მე შენ ვინგონი ვარ. შენთან ლაპარაკიც მაგარი სისულელია. რა სიცინი? კაცს თავს მოაკლებინებ. ამდე მოიცადე. შენზე არ ვამბობ. შენ რაც გაცვია 800 ღირს. ya sen. რაზე ლაპარაკობ? ინტერნეტში არის მეორადი ტანსაცმლის ყიდვა გაყიდვის საიტი. შეგიძლია გაყიდო ტანსაცმელი ჩანთა, რაც გაგეხარდება. კარგ მაყურს მოგცემენ. Öyle söyle. მე რე ასე გეთქვა? არა შორიდან უვლი. Çok mu hoşuna ასე gidiyor? ქსიამოვნებს რომ გლანძღავენ. ცოტათი. ვისენდა ჩაედინა მსგავსი რამ. ვითომ ისევაა? Sen niye რატომ susuyorsun ხარ böyle? ჩუმად? Bir derdin რამე var. პრობლემა გაქვს და არ ამბობ? Yok bir şey. არა, არაფერი. Ben de şaşırdım. უბრალოდ მეც ძალიან გამიკვირდა. Yoksa kim იქნებ yaptığını იცი ვინც biliyor musun? ჩაიდინა. Nereden bileceğim? საიდან დავიცოდე? Bir dakika geliyorum. ერთი წუთით ახლა ვემოვალ. სწორად მოიქეცი. დიდი მადლობა. Anlamadım. ვერ გავიგე? შენს საიდუმლოზე ვამბობ. ნუ გეშენია, არავის ვეტყვი. Kayıtlarımızı emniyette ჩვენს მონაცემებს პოლიციას გადავცემთ. შეგიძლიათ მათთან გაიგოთ ყველაფერი. ვიცი რომ ასია, მაგრამ ვფიქრობ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ. სამწუხაროდ ვერა. En azından bir Fotos fotoğrafını mains falan გაჩვენებთ. göstersem. Belki buralarda იქნებ bir yerlerde ნანახი გყავთ. görmüşsünüzdür. Evet biliyorum დიახ, kızı. ვიცნობ ამ გოგონას. Nasıl yani? როგორ აქ იყო? Geldi mi buraya? Yok hayır. Ara, Şeyden biliyorum. ახალ ამბებში მყავს Haberlerde ნანახი. görmüştüm. O değil ის mi? არაა? აქ მთელი საგანძურია. ეს საგანძური არ არის. Benim bebeğim. ჩემი პატარუკები. Niye gülüyorsun? რა be? სიცინი? Hiç kolay bir şey ეს değil bu ჩემთვის benim için. ადვილი სულაც არ არის. Ama tabii sen anlayamazsın. შენ ამას ვერ გაიგებ. არ მესმის რა შეშირდება ადამიანს ამდენი ტანსაცმელი. Her gün aynı სულაც kıyafet არ giyen მეკვირს biri რომ için არ გესმის. anlayamaman gayet ყოველ დღე normal. ერთი და იგივე გაცვია. ტანსაცმელში ვერ ვერკვევი. თუმცა გაყიდვა შემიძლია. მაგალითად აი ეს. შეხედე? თითქოს აწერია რომ ძვირფასია. Hayır dur. არა, მოიცა. ეს არა. Araya karışmış. შემთხვევით მოხდა აქ. ო, მაგრამ კარგად გაყიდი. გითხარი არა მეთქი. Babam doğum მამამ gününde დაბადების დღეზე მიყიდა. Neyse. და მე რა? გაყიდე. Niye üzülüyorsun? ნეტა ერთი. როგორც გინდა. თუ შენთვის ძვირფასია, მაშინ ნუ გაყიდით. Ay, yok yok. არა, არა, გავყიდოთ. Bir hayrı dokunsun. რამე ხეირს მაინც ვნახავ. კარგი რა. ჩემს ოთახს ნუ გადაიღებ. რომ ვერ მიხვდნენ საიდან არის. დაბლა დიდი ასოებით მივაწერ ჰანდეს ოთახი. იდიოტი. შემდეგი.
არის ვინმე, ვინც დაიფიცებს, რომ ცხოვრებაში ტყუილი არ უთქვამს. ასეც ვიცოდი. ო, მეგობრებო, ჩვენ ყველა ვიტყუებით. ყველა ვიტყუებით, იმიტომ რომ გვაიძულებს ვითარება. გვეშინია შედეგების, რასაც უმალავთ. ამიტომაც ვიტყუებით. ან უბრალოდ ვინმეს რომ ხელი დავაფაროთ. ზოგჯერ ადამიანი სხვის სიგულისთვის იტყუება. ან სიმართლეს მალავს. მათ შორის განსხვავება არსებობს. ეს უფრო პათოლოგიაა. მაგრამ სანამ მათ შორის განსხვავებებზე გადავალთ, მატყუარას გამოსაცნობად სხეულის ენა არსებობს. კარგი დაკვირვებითაც შეიძლება მიხვედრა, იტყუება ადამიანი თუ არა. მაგრამ თუ თქვენს წინ პროფესიონალი მატყუარაა, მაშინ შეიძლება გაგიჭირდეთ კიდეც. აი მაგალითად მე. სიცრუის დეტექტორის მოტყუებაც კი შემიძლია კინოებში რომ გინახავთ. ეს სიმართლეა. მაგრამ ადამიანები, რომლებსაც ჩემსავით არ შეუძლიათ ტყუილის ხმა, რაღაც სიგნალებს იძლევიან. მაგალითად, მალავენ ხელებს, გარიდებენ თვალს, იფხანენ ცხვირს. იცი ეს ვინ ჩაიდინა? საიდან დავიცოდე? ებრო, სიმართლე მითხარე. რა მოხდა გუშინ საღამოს? რას გულისხმობ? რატომ მომატყუე ამ დილით? არ მომიტყუები ხარ, საიდან მოიტანე? მომატყუე. იმიტომ რომ იცი ვინ დახია აჩელიას სურათი. სელინმა გააკეთა? ძალიან გაბრაზდა აჩელიაზე. გაცოფებული გავარდა გამოფენიდან. მერე კი ნახატზე შური იძლია. შენ ეს დაინახე. არა, არ დამინახავს. სელინი გამოფენის მერე აღარ მინახავს. არ გეწყინოს, უნდა წავიდე. ვარჯიში მაქვს. მომისმენთ, საქმე მკვლელობას ეხება. ძალიან გთხოვთ, ცოტათი მაინც დამეხმარეთ. უბრალოდ იმ დღის ჩანაწერები ვნახოთ. თუ ვინ იყო იმ ღამით? ჩვენ კატეგორიულად გვეგრძელება კლიენტებზე ინფორმაციის გაცემა. ამიტომ მაპატიეთ. კარგი. მადლობა. ჩვენი სასტუმროს განსაკუთრებულობაა კლიენტებს სურათებს ვუღებთ და ვკიდებთ. მათი ნებართვით, რა თქმა უნდა. შეიძლება ვნახო? თუ ესეც აკრძალულია? არა, ეს ყველასთვის შეიძლება. აჩელია. ასლი. შენც ხომ მოდიხარ?
არ თქვა რომ დაგავიწყდა. მამას უთხარი რომ ლექციები არ გაქვს და მოსვლას შეპირდი. სიტყვით გამოსვლა არა? სულ ამომივარდა თავიდან. ნეტავრაზე ვფიქრობ საერთოდ. მოხდა რამე ძვირფასო? არა, ისევ თქვი. წავიდეთ აბა. ჩვენს პროფესორს ნუ ვაწყენინებთ. Bahadır Bey'i küstürmek olmaz. ხომ ვერ მიხვდებიან რომ ჩემია? ვერ მიხვდებიან ჰანდე. შენი არც მისამართი დაგვიწერია, არც სახელი. ნიკი გამოიყენე? კოკოში დაგარქვი. კოკოში? აღიარე რომ ასეთი ხარ. ამას სტილი ქვია და არა კოკოში. იქნებ ეს ცისფერი კაბა. მოდი არ დავდოთ. რატომ? ასეთი მარტო მე მაქვს. შეკვეთით შევაკერინე. ანუ ჩემმა ნაცნობებმა რომ დაინახონ, მაშინვე მიხვდებიან რომ მე ვყიდი. მე რა რომ მიხვდებიან? სირცხვილით მოვკვდები. ნუ აზვიადებ, რამეს ხომ არ შავე. უბრალოდ რამდენიმე კაბას ყიდი. ასეთი რა არის? შევრცხები, აი რა არის. რატომ გაღელვებს ასე სხვების აზრი? რაც უნდა ისი ფიქრონ. ეს ყველას აღელვებს. ბოდიში. შენ გამონაკლისი ხარ. რომ გაღელვებდეს ამ ჯღანებით არ ივლიდი. სულ ცდილობ რომ ადგინო. ახლა ტრამბული შოკი დამემართება. ნუ სულელო. მისმინე. ისედაც ძალიან ლამაზი ხარ, როგორიც ხარ. კარგი? ტომარას გადაიცომ ლამაზი ხარ. გაიზმანები ლამაზი ხარ. სულაც რომ არ ჩაიცვა, მაინც ლამაზი ხარ. ხვდები, რომ ახლა ერთმანეთს უნდა ვაკოცოთ. დიდხანს მოგიწევს ლოდინი. მეტი რა გზა მაქვს. როცა იქნება ხომ იქნება. მიდი. მოვამთავროთ ეს საქმე. ნერვიულებ ასე. იქნებ სადმე იმალება. იმალება? ვითომ არაფერი შეემთხვა? არა, რა თქმა უნდა. კარგი იქნებოდა რამენაირად რომ შემოგხმიანებოდა. ჩემთვის ესეც საკმარისი იქნებოდა რომ ვიცოდე კარგად არის. იქნებ ვინმე მეგობარი ეხმარება. ვისაც ენდობა. ტოპრაკს მეგობრები არ ყავს. მე ვარ მისი ერთადერთი მეგობარი. სად არის შენი მკვლელი ძმა? შენ ხომ ისი სადაც არის? ალბათ სახლში მალავთ. სიტყვებს დაუკვირდი. სანამ არ იცით ყვილად ნუ დასდებ ბრას ტოპრაკს. შენ ვიღა ხარ? რას მოძრობი? ჩვენ მსხვერპლი ძმა და მკვლელის და ცოტას ვილაპარაკებთ. შენ ეს არ გეხება. ტოპრაკი მკვლელი არ არის. მას არავინ მოუკლავს. აბა იმ სამხილზე რა სიტყვი თქვენ სახლში რომ იპოვეს? გეყოფა ძმაო. გოგოსგან რა გინდა? თუ რამე პრობლემა გაქვს, მის ძმასთან გაარჩიე. როცა დაეჭერენ. ასეც მოიქცევი. ეჭვი არ შეგეპაროს. ჯანეთ. წავიდეთ აქედან. ეს ტიპი აზრზე არ არის, რას ლაპარაკობს.
სერიალს არ მოგიდგენთ აჯარა.com-ი. გახმოვანებულია აჯარა.com-ის მიერ. ბატონო ერენ, Emel hocam. გალბატონო ემელ. Nasılsınız? როგორ გიგითხოთ? გმადლობთ, კარგად. დაბრძანდით, უკვე უნდა დაიწყონ. ძვირფასო მასწავლებლებო, კოლეგებო და სტუდენტებო, მადლობა მობრძანებისთვის. მოგესალმებით ჩვენი და ყარაჯის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის გახსნაზე. სიტყვით გამოსვლას ვთხოვ ჩვენს პროფესორს და მეცნიერებათა დოქტორს. მადლობთ მობრძანებისთვის, მეგობრებო. გრძელი შესავალი სიტყვის წარმოთქმას ვაპირებდი, მაგრამ ვიცი რა, თუ რაოდენ გიყვართ ეს. ამიტომ შევეცდები ნაკლები ვილაპარაკო. 5 წუთი გაქვს. ან ეტყვი ყველაფერს ასლეს, ან მე გავაგებინე მთელს უნივერსიტეტს. ჩვენს კოლეგას უნდა დაველაპარაკო იზმირიდან. თანამედროვე ტექნიკა გვაძლევს ამის საშუალებას, რომ Hocam biz de bir şekilde şu anda chat yapıyoruz değil mi? Vallahi Bahadır'cığım bunlar başka şeyler yapıyor galiba artık. Ben de chatleşelim dedim. Chatleşmek mi kalır diyor benim torunlar. პროექტორს რამე პრობლემა აქვს? არა? გამოსახულება იკარგება. არ იკარგება, ნუ ნერვიულობთ. ამას როგორ იყენებენ? შეშობთ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ბოლო ჯერზე. ნუ ინერვიულებთ. ამჯერად თავი დავიზღვიეთ. სამი წუთი დაგჭირ. ცოტაც და მთელი დარბაზი იხილავს ფოტოს. Son derece haklısınız. Bakın geçenlerde ben de bir araştırma okudum. Eğilmeyen sahibi olan 18 yaşı altındaki insanların oranına bakmışlar. Geçtiğimiz 15 sene içinde bu oran შენთან სალაპარაკო მაქვს. კარგი. ახლა უნდა დაგელაპარაკო. ბოლო 2 წუთი ტრანსლაციამდე. უნდა მესმოდეს როგორ ეტყვი ამ სიტყვებს. bizden sonraki nesil de herhalde şey diye girecekler. Yani bizim dedelerimiz, babalarımız sosyal Ne oldu? რა მოხდა? რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა. მოვედი, უკვე სახლში ვარ. ხო, შენ სად ხარ? მოდი ხარ? კარგი, გელოდები.
და სელინ Senin ne işin აქ რას აკეთებ? Asıl senin შენ ne რას işin var აკეთებ? burada? Ben მოვედი რომ kafa dinlemeye ცოტა geldim დამესვენა. yani. Sen? და შენ? Ben öyle evim მე olsa ვიფიქრე gerek. რომ სახლში არავინ იყო. Annemlerin შესამოწმებლად მოვედი, დედამიც ის რომ აქ ხარ? Yok. არა, Daha ben... ჯერ არ მithქვამს. Parti mi? შენ რა წვეულებას აწყობ? Ha, bizim kız ჩემი გოგოები უნდა მოვიდნენ. Buraya uğramamızın მოხდა რამე? sebebi var. რისთვის მოხვედი? Bir şey mi oldu? Yo. არაფერი, ხომ გითხარი? უბრალოდ შემოვიარე მეთქი. Buralarda bir işim var. აქ ახლოში მქონდა საქმე. გადავწყვიტე შემოსულიყავი და მენახა. Neyse. კარგი. Arkadaşlarım რადგან შენი მეგობრები უნდა მოვიდნენ? ო, Kızlar yolda გოგოები birazdan უკვე მოდიან. გასაგებია. İyi madem. გოგოები თუ მოდიან, Kızlar ხელს yolda აღარ birazdan შეგიშლი. rahatsız etmeyin. Yalnız დიდ bir პატივს dahaki დამდებ, sefere parti თუ შემდეგში planlarından შენი bize გეგმების haber საქმის edersen კურსში sevinirim. ჩაგვაყენებ ხოლმე. Tamam. კარგი. ტოპრაკ, Buradayım. აქ ვარ. Alo. ილგას. Hayır dur gelme. სახლში წადი, არა, მოიცა, არ მოხვიდი, არა. Evet. აქ დაკავებულია. Başka bir yerde. ო, სადმე სხვაგან შევხვდეთ. Tamam. კარგი. ben de. Hadi კარგად. görüşürüz. Ödüm koptu. ისე შემეშინდა რომ არ დაენახე. Neyse. გადავრჩით. ucuz atlattık. სელინ, უმჯობესი იქნება თუ წავალ. Saçmalama. ნუ nereye სულელობ, gideceksin? სად უნდა წახვიდე? არ ვიცი, Ama gördüm. მაგრამ როგორც ხედავ ეს ადგილი ჩემთვის უსაფრთხო არ არის. Senin evinde და yakalanırsan შენს senin de başına პრობლემები bela შეგექმნება აქ თუ დამიჭერენ. Çıkarsan yakalanman ჯერჯერობით ეს an შენთვის meselesi. ყველაზე უსაფრთხო ადგილია. Tamam. ხო, Burası da saklanmak დასამალად için საუკეთესო არ არის, მაგრამ თავარია რომ არავინ En azından დაგინახა. seni gören yok. Şimdi ჯერჯერობით. Şimdilik en ჯერჯერობით güvenli ყველაზე yer უსაფრთხო ადგილია. burası. საჭმელი მოვიტანე. Yiyecek bir şeyler atıştıralım. შეჭამე 1-2 ლუკმა. Kızım. შვილო, Doğru mu? ეს სიმართლეა? Ne doğru. რა არის სიმართლე? Başka biri ვინმე mi სხვა hayatında? ყავს? Aslı sen ne რას diyorsun? ამბობ ასლი? Ağzından çıkanı გესმის kulağın საერთოდ duyuyor რას musun? ლაბარაკობ? Doğru mu yalan mı? უბრალოდ Onu მითხარი söyle. სიმართლეა თუ არა? Aldatıyor musun დედას annemi? ღალატობ? Aslı. ასლი, Terbiyesiz. სიტყვებს დაუკვირდი. Bak çok ნუ sinirleniyorum. მაბრაზებ და შენი ადგილი იცოდე. Yalan mı o მაშინ zaman? მითხარი რომ ეს სიმართლე არ არის. მითხარი რომ ასე არ მოგცაულ ხარ. მითხარი ვინ მწამებს ცილს? ახლა მითხარი ვინ? და რა გითხრა? მითხარი, ამისთვის პასუხი უნდა აგოს. Hesabını verecek. არავისაც არ უთქვამს. Doğruyu söyle. სიმართლე მითხარი. Bu ეს çirkin ბინძური yalanı kim ტყუილი ვინ attıysa მოიგონა? ortaya çıksın yüzüme söylesin. Kimse ხომ söylemedi გითხარი diyorum. არავისაც არ უთქვამს. Ben öyle sandım. უბრალოდ მე ვიფიქრე ასე. რა იფიქრე? Beni suçlayacak დარწმუნებული kadar არ ხარ nasıl და emin ბრალს olabilirsin böyle bir მდებ? şeyden? Çok özür dilerim. მაპატიე. Ben ხო, gerçekten მაპატიე. Sen gerçekten შენ babam. მართლა საერთოდ არ იცნობ მამაშენს. Bir daha böyle itham. არ დავენახო მსგავსი სისულელებით მეორედ მოხვიდე. çok özür dilerim. ხო, baba. მაპატიო მამა. Öyle bir şey ეს რომ olsa ben- სიმართლე იყოს, Bunlarla okula gelmeyeceğiz değil mi? სასწავლებელში ხომ არ მოხვალ ამით? ნუ ნერვეულობ. აფიშების გაკვრას არ ვაპირებ. სახლში მივდივარ. Cidden. სად ცხოვრობ? Sen nerede oturuyorsun? აქვე ახლოს. რამდენიმე დაქნეულთან ერთად ბინას ვქირავობ.
Bir şey olmaz değil mi? ამათ ხომ არაფერი მოუვა. Ev arkadaşlarım რამეს ხომ არ დაუშავებენ. ნუ გეშენია. მართალია ცოტა ვერ არიან, მაგრამ გეფიცები ქალის ტანსაცმელს არ იცვამენ. İyi bari. კარგი მაშინ. გალბატონო ჰანდე, მე როგორც გაყიდვების მენეჯერი მათზე პასუხს ვაგებ. კარგი? პირდები რომ მათ გავუფრთხილდები. შემდეგ კი ფულს შეგახუტებ. მომენტიდან ნურაფერზე ნუიფიქრებთ. Yani ვერ მოგატყუებ რომ არ ვიფიქრებ. benim aklım onlarda. მინდა რომ გაიყიდოს. Salar bari. თუ ასე ნერვიულობად ეხი და თავად მიხედე. სათითაოდ გააგზავნე პოსტით. მე საერთოდ არ მჭირდება ეს. Ama ben მე ამას ვერ მოახერხებ. benim içime fena და მენანება. მე აქედან არანაირი ხეირი არ მაქვს. რა უნდა ვქნა? ფული მივითვისო? Hayır tabii. არა, რა თქმა უნდა. Ben öyle demek ეს არ მიგულისხმია. ადამიანურად გეხმარები და პასუხად რას ვიღებ? მერთო ჩემო. კარგი რა ბარეში. özür dilerim. მაპატიე, düşüncesizlik. არ დავფიქრდი. Söyle ne yapayım? მითხარი რა ვქნა რომ მაპატიო. მაგალითად შეგიძლია მადლობა მითხრა. Peki. კარგი? Teşekkür მადლობა. ძალიან მშრალი ნათქვამია. olur? აბა როგორ? ესეც მე უნდა გითხრა? Teşekkür ederim. მადლობა. Oldu mu? მორჩა. Affettin mi? მაპატიე? კარგი, გაპატიე. Sonra konuşalım. მერე დავილაპარაკოთ? შენ რა მამაშენს Şu an უთხარი? gerçekten konuşmak ახლა ნამდვილად არ მინდა საუბარი. Kusura bakma. მაპატიეთ მასწავლებელო. მე შენ კაცი მეგონე. მერც მადლობა უთხარი რომ სასწავლებელში ვართ, რომ სხვანაირად გელაპარაკებდი. პროფესორო მე მაჩაიგდე. ერთი სიტყვის გაგონებას არ მინდა. მაგრამ იცოდე, ამისთვის პასუხს აგებ. რადგან ასე გიჭირს ასლისაგან თავის შორს დაჭერა, გადავწყვიტე და გეხმარო. ახლა უკვე შენი გათავისუფლება დროის საქმეა. Ne haber? როგორ ხარ? İyi. Ne oldu? კარგად. როგორ უნდა ვიყო? Neredeydin? გუშინ სად იყავი? Doğru სიმართლე söyle. მითხარი. Senin de güzel bir აჩელი ესავით sevgilin უცნობი vardı mı თაყვანისმცემელი qავს? Ne? რა? Yok canım nerede? არა, საიდან მოიტანე? Varsa söyle. თუ ama qავს bak მითხარი, arkadaş- მეგობრები ხომ Yok ვართ? öyle bir şey dedim. არაფერი Herkese ასეთი არ söyleyeceğim. არის. Niye herkes რა üstüne ყველამ geliyor საქმე ya? გამიჭირეთ? Allah Allah. Tamam kızım ne kızım? კარგი, ხო, რა სიძაბები? რა იდიოტური დღეა. Oo, herkes bir ყველა çeşit. ნერვებსაა აყოლილი. ისეთი სახეები გაქვთ, თითქოს პროკურორთან ზიხართ. რა დაგემართათ? Mahkemede ო, მართლა სელინი სად არის? Selin nerede biliyor musunuz? ჯერ ისევ გაბრაზებულია ჩვენზე? ალბათ. რაღაც აქვს ჩაფიქრებული. ვერ გავიგე? ზარებზე არ პასუხობს. პოლიციელი გაგვაკლდა და ესეც მოვიდა. უნდა გადაეჩვიოთ ამ ჩვევას. მაშინვე რომ მიბრუნდებით და უყურებთ. ჩვენც ხომ უყურებ? გინდათ გაიგოთ რას გიმალავთ სელინი. მაშინ ზაფხულის აგარაკზე წადით. რა უნდა ვქნათ? Ne yapacağız? უნდა წავიდეთ, რად უნდა ლაპარაკი? Durun. მოიცათ გოგოებო. Kızlar ლექციებს რა ვუყოთ? რა ლექციები ჰანდე წამო სელინი ვიპოვოთ. აბა რა? წავიდეთ და თანაც ესეც წავიყვანოთ.
უკან მოდის. ნახვამდის, ნახვამდის. გოგოებო, პოლიციელი ჩემთან არის, იჩქარეთ. მიდით ქარა, წავედით. სასტუმროს შესასვლელთან კედელი ფოტოებით იყო მოფენილი. კლიენტების სურათები თუ რაღაც ასეთი. აჩელიეს ფოტოსურათიც იქ იყო. უყურე. იმ ღამით არის გადაღებული. გვერდით კი ალბათ ის შეყვარებული ყავდა. ვისაც ელაპარაკებოდა შენ რომ გაიგე. ო, კარგი, მაგრამ ეს რაში დაგვეხმარება? არც კი ჩანს ვინ არის. ვინ მოვიდა? ჩემი გოგოები არიან. რა უნდა ვქნათ? მაღლა დიდა ოთახში დამალოდე. დაველაპარაკები და მალე გავუშვებ. კარგი. აქ რას აკეთებთ? რა უნდა გავაკეთოთ, შენ გეძებთ? რატომ? რა მოხდა? ასე უნდა ვილაპარაკოთ კარებში. ბევრი დრო არ მაქვს. მითხარით რა მოხდა? რისთვის მოხვედით? ღვთის გულისათვის, სელინ. იქნებ გაგვყარო კიდეც. მიდი, აბა ამოღერღერ, რას გვიმალავ? რა უნდა დაგიმალოთ? აბა ეს რას ნიშნავს? გინდათ გაიგოთ რას გიმალავთ, სელინი? მაშინ ზაფხულის აგარაკზე წადით, მე საიდან დავიცოდე და საერთოდ როდის აქეთ დაიწყეთ ასნათქვამზე სიარული? მაგრამ შენ ხომ აქ ხარ? ასე არ არის? ტელეფონის ზარებსაც არ პასუხობ. ტელეფონის ზარებს არ პასუხობ, რადგან ჯერ კიდევ გვაბრაზებული ვარ. თუ გახსოვთ, ძალიან მნიშვნელოვანი რამე დამიმალეთ, რაც მე უნდა მცოდნოდა. თუ ვინმე უნდა ითხოვდეს პასუხს, ეს მე ვარ. და აქაც გულის გადასაყოლებლად მოვედი. გაბრაზება გადამივლის და დაგირეკავთ. ახლა კი თუნებას მომცემთ. მარტო მინდა დავრჩე. დიდი ბოდიში თუ შეგაწუხეთ. ერთი წამი. გულის გადასაყოლებლად თუ მოხვედი, აქ ეს რა არის? შენ მარტო არ ხარ, სელინ. ვინ არის აქ, სელინ? არავინაც არ არის. მელისა იყო მოსული და ცოტა წავიხემსეთ, მერე კი წავიდა. მართალს ამბობ? რატომ დავიტყუებოდე? იმიტომ რომ რაღაცას გვიმალავ. ახლა მართლა გავგიჟდები. ამით რისი თქმა გინდათ? მაინც რა უნდა დავმალო? გუშინ ღამით აჩელიეს პორტრეტი შენ დახია, არა? რა? შენ მასზე გაბრაზდი და პორტრეტზე იყარე ჯავრი. მართალიც ხარ. შენს ადგილას ყველა გაგიჟდებოდა. რა არის აქ დასამალი? თქვი და ეგ არის. რა უნდა ვთქვა? მე არაფერი ვიცი.
მაშინ დამთხევაა. შენ გებულობ, რომ აჩელიამ ყველაფერი შენ დაგაბრალა. და იმავე ღამეს ვიღაც მის პორტრეტს ხევს. გასაგებია, რომ მან ჩაიდინა, ვინც ძალიან გაბრაზებულია აჩელიაზე. თანაც ისე, რომ არც უფიქრია ვიდეოკამერები აყენია თუ არა. ეს მე არ მექნია. არა, მაინც რატომ გოტყუებ? შენი უახლოესი მეგობრები არ ვართ? სულაც არ განგრჯით იმის გამო, რომ წამიერად გონება აგემღვრა. უბრალოდ თქვი, ეს მე გავაკეთე და დამშვიდდი. სელის ეს არ გაუკეთებია. ეს მე ვიყავი. მე დავხიე პორტრეტი. იმ საღამოს, როცა დავიშალეთ, სახლში რომ მივდიოდი. ებრო. ჯესურ? გამარჯობა. სახლში? ო, რაჯექი მიგიყვან. არა, ნუ შეწუხდები. არა, რა შეწუხებაა, მეც იქით მივდივარ. წავიდეთ. გიჩქერება? სახლში გელოდებიან? არა. ცოტა გავისეირნოთ. კარგი. კარგი, მაშინ გავფრინდეთ. ეს აჩელიასია. მანქანაში ვიპოვე. არ ვიცი რა ვუყო. თუ გინდა იღე. შენ გონდეს. ჩემი სტილი არ არის. სად უნდა ვატარო? რა საკეთებ? ვიფიქრე მოგეწონებოდა. აჩელია მითხრა, რომ ჩემზე ლაპარაკობდით და რომ გიყვარვარ. სიზმარშიც კი ხედავდი, თუ როგორ გოცნები. მოგატყუა. აჩელიასთვის მსგავსი არაფერი მithქვამს. მე კი სერიოზულად მეგონა. ცხოვრებაში ერთხელ მაინც უთქვამს აჩელიას სიმართლე. განა შეიძლება ერთ ადამიანში ამდენი სისრუე იყოს. ებრო. ებრო მოიცადე. ის ზურგს უკან დამცინოდა. ჯესურთან შემარცხენა. მე ზიზღება. თანაც რაც თქო ტყუილია. არ მინახავს ასეთი სიზმრები. დიდი რამე რომ გენახა. ჩვენ ყველა ვხედავთ ასეთ სიზმრებს. მე მართლა არ მინახავს. როგორც არ უნდა იყოს, აჩელია არასწორად მოიქცა. ყველაფერი რომ ჯესურს უთხრა. ეს რა იყო? ზევით ვიღაც არის. ზუსტად ისე როგორც წინა ჯერზე. ახლა ჩვენ დეჟავუ გვაქვს.
ნუ პანიკობთ ასე. ჩემს ოთახში პანჯარა იყო ღია. შეიძლება კატა შემოვიდა. ავალ და ვნახავ. მოიცა სელინ. იქნება ამოვიდა. ჩვენი შეშლილი. მართალს ამბობთ. მოდი წავიდეთ აქედან. მგონი მეც ამ ჭკუაზე ვარ. ასლი. წავედით უკვე, რას უდგახარ? იქნება ჩვენი ბოლო შანსია, რომ დავიჭიროთ. ნუ სულელობ. ახლავე უნდა წავიდეთ, მოდი. ასე არასდროს არ გილაპარაკია, რა გჭირს? ყოველთვის სადღაც მიგვათრევდი. ახლა რა ხდება? ამას გვიმალავდი? ზევით ვიღაცას მალავ? ასლი, რას ბოდავ? ნუ სულელობ. გაჩერდი ასლი. გაჩერდი. გაიწი, უნდა ვნახო. არა, ეს ჩემი სახლია, უფლებას არ გაძლევ. ტოპრაკ? გოგოებო, ტოპრაკი დამნაშავე არ არის. ვიღაც ცდილობს ყველაფერი მას დააბრალოს. მაშინ რატომ იმალება? სხვა გამოსავალი არ ქონდა. სელინ, 2 წუთით გაჩერდი. თვითონ ილაპარაკოს. თითქოს ენა არა აქვს. მიდი თქვი. მომისვენეთ, მე მესმის რომ ისე მოვიქეცი თითქოს დამნაშავეა. მაგრამ თქვენ არიცით ციხე რა ადგილია. ერთიანია მოუკვდე ვიდრე იქ დავბრუნდე. მაგრამ გაქცევა გამოსავალი არ არის, მით უმეტეს თუ ეს შენ არ ჩაგიდენია. მაგრამ წინა ჯერზე ვერ გაირკვა. აჩელის ნამოქმედარი მე დამრალდა. მე არავინ დამიჯერა. და ახლაც ასე იქნება. ცალკე ხომ არ გველაპარაკა. იცის რომ ჩვენ გვაქვს ამასთან შეხება. რომ იცოდეს აქ არ იქნებოდა და მე არ მომენდობოდა. გოგოებო, ტოპრაკს უნდა დავეხმაროთ. ბოლოს და ბოლოს მის წინაშე ვალში ვართ. მაგრამ მკვლელის დახმარება ხომ დანაშაულია. რამდენჯერ უნდა ვთქვა რომ ტოპრაკი მკვლელი არ არის. იქნებ? ჰანდე, ჭკუიდან ნუ გადამიყვან. კარგი გეყოფათ. ჩვენი გადასაწყვეტი არ არის ტოპრაკი მკვლელია თუ არა. მით უმეტეს რომ ახლა მთავარი თემა ეს არ არის. მისი დამავლით შენ დანაშაულს ჩადიხარ. ახლა უკვე ჩვენც. როგორც არ უნდა იყოს ეს ჩვენი პირველი დანაშაული არ არის. სელინ, მე მესმის თუ რატომ იქცევი ასე. ჩვენ ყველა სინდისი გქეჯნის. ამიტომაც გინდა გჯეროდეს რომ ტოპრაკი დამნაშავე არ არის. ვიცი ყველაფერი ჯანეტის გამოა. მაგრამ ასე მოგცევით ჩვენ მას ვერ დავეხმარებით. პირიქით უფრო გავურთულებთ საქმეს. რას გულისხმობ? ეს რა შუაშია? დაფიქრდი. ჩვენ მესიჯი მოგწერეს რომ შენ რაღაცას მალავ. შეიძლება ის პოლიციაში ჩაუშვან და მერე ყველა გაიგებს რომ მას შენ მალავდი. ნათელია რომ ვინც ამ SMS-ებს გვწერს. სურს რომ გაქცევით ტოპრაკის ბრალი კიდევ უფრო დამძიმდეს. და აბა რა ვქნა ასლი? ჩემი ხელით ჩავაბარო პოლიციას, როცა ვიცი რომ დამნაშავე არ არის. ამაზე ფიქრიც არ გაბედოთ. რამეს ასეც თუ იზამთ, სახეზეც არ შემოგხედავთ. ტოპრაკს უნდა დავეხმარო სანამ ნამდვილ მკვლელს არ დაიჭერენ, გასაგებია? თქვენ კი ისე მოიქეცით როგორც გინდათ. მითხარი ერთი ნამდვილი მკვლელი როგორ უნდა ვიპოვოთ? მე მისი კვალი ვიპოვე. თუ მას გავყვებით შეიძლება რამე ვიპოვოთ.
როცა ტოპრაკი აჩელიას დაშორდა, ის ცოცხალი იყო. შემდეგ ერთ სასტუმროში მივიდა და თავის შეყვარებულს შეხვდა. ეს სასტუმროს ვესტიბიულში ვნახე. ეს რას ნიშნავს? კაცი ხელით უნდა ვიცნოთ? ვინ ატარებს ასეთ ბეჭედს? ვინ არის? იცანი? მათ აკრძალული აქვთ კლიენტების ვინაობის გამხელა. მაგრამ თუ დამეხმარებოდით, შეგვიძლია მონაცემებში შევიდეთ და ვნახოთ. საღამო მშვიდობისა. გამარჯობა. ამ საღამოს თავისუფალი ნომერი თუ გაქვთ? ერთი წუთით. ორი თავისუფალი ოთახი გვაქვს. ძალიან კარგი. შეიძლება ვნახო, ამის მერე გადავწყვეტ. რა თქმა უნდა. ბატონო ომერ. ხომ ვერ აჩვენებდით გუგოლას მე-11 და მე-14 ნომერს. რა თქმა უნდა უფროსო, გთხოვთ. მადლობა. უკაცრავად. ისმენთ? მანქანის დაყენება გამიჭირდა. ხომ ვერ დამეხმარებოდით? კი, რა თქმა უნდა. მე გარეთ დავრჩები. თვალყურს ვადევნებ. მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ აქ ვერ გავჩერდები. არ მინდა რომ პრობლემები შეგექმნას. ჩემს ზენო ინერვიულებ. როგორ მე მივხედავ თავს. მშვიდობით.
მიდი. მიდი, მანქანაში ჩასვით. სელინ, მიდი, ცოტა მალე. ვერ პოულობ იმ დღის მონაცემებს. რანაირად წაშლილია? ალბათ. ვიღაც მოდის და იმალე. შენ მე არც მისმენ. ოძვირფასო, მაგრამ ეს ხომ ნორმალურია. სელინ? შენ რა არ გინდა? ჩვენ ხომ მარტონი ვართ. ვინ დაგვინახავს? მე ჩემი პირობა შევასრულე. არავისთვის მეთქვამს. გოგოებმაც კი არ იციან შენზე არაფერი. კარგი, გეყოფა, გამორთა. ან მომეცი, მე გადავიღებ. სერიალს არ მოგიდგენთ აჯარა ბეთქომი. გახმოვანებულია აჯარა ნეთქომის მიერ.